ახალი წლისთვის ემზადებიან ხულოს მუნიციპალიტეტში. ხულოში გადაწყვეტეს, რომ ბიუჯეტის ეკონომიით მიღებული თანხა ნაძვის ხის შესაძენად დახარჯონ. საკრებულოს წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხარი დაუჭირა ინიციატივას, რომ 17,000 ლარით ხელოვნური ნაძვის ხე იყიდონ. ადგილობრივთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ხულოს ბუნებრივი ნაძვის ხე უფრო შეეფერება, თან ფიქრობენ, რომ მუნიციპალიტეტს ამის ფუფუნება არ აქვს. ჩვენი რეპორტაჟი მაღალმთიანი აჭარიდან. ხულოში გამგეობის და იუსუფ ზოიძის სახელობის სახელმწიფო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე 30-მდე ნაძვის ხე დგას. აქედან ერთ-ერთ წლების განმავლობაში საახალწლოდ რთავდნენ. ხულოში მცხოვრებთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტი 2015 წელს განსხვავებულად უნდა შეხვდეს. ყოველთვის ნაძვის ხეზე კეთება საახალწლო მოწყობილობა და თუ ახალი შეიძლება, კაი იქნება, ახალი საჭიროა ყოველთვის. ახალწელს ახალი ნაძვის ხე უნდა. 5 დეკემბერს საკრებულოს გასვლით სხდომაზე გამგეობის, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის ბადრი მელაძის მიერ წარდგენილი პროექტი დაამტკიცეს, რომლის მიხედვითაც 17,735 ლარის ღირებულების ხელოვნური ნაძვის ხის შეძენა იგეგმება. აღნიშნულთან დაკავშირებით ბადრი მელაძემ კომენტარი არ გააკეთა, რატომ გადაწყვიტეს 1000-ობით ლარის დახარჯვა ახალი წლის შესახვედრად საკრებულოს წევრი ასე ხსნის. ბადრი მელაძემ განიხილა, რომელმაც გამოვიტანა მოხსენება რიყეთის გასვლით ბიუროს სხდომაზე. და ესე იგი მთელი დეპუტაცია სიხარულით შეხვდა, რომ დრამს ექნებოდა ახალი დეკორატიული ნაძვის ხე. გამოკითხულ მოქალაქეთა ნაწილს მიაჩნია, რომ ხულოს პირობებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტს ბუნებრივი ნაძვის ხე უფრო მოუხდება. ხელოვნური ნაძვის ხის შესაძენად გამოყოფილი თანხა კი უმჯობესია ხალხს მოხმარდეს. ხულოს რაიონში არ არის იმდენად რო თქვა ფუფუნება, რომ ახალი ნაძვის ხის და ასეთი სხვადასხვა ფუფუნების საგნების შეძენისთვის გამოვიყენოთ ის ბიუჯეტი. უმჯობესია კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სოციალურად დაუცველ ფენებისთვის გამოვიყენოთ ეს თანხა. უკეთესი იქნება, რომ ძველი მორთოთ და თანხა დავზუგოთ. ჩემი აზრი და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მოსახლის აზრი იქნება ისეთი, რომ ეს ნაძვის ხე ხულოს ცენტრში მოვთოთ ბუნებრივი, ისედაც გვაქვს ხულოს ცენტრში ბუნებრივი ნაძვის ხე. დანარჩენი ეს გამოყოფილი თანხა მიცენ გაჭირებულ მოსახლეს. იმის მიუხედავად, რომ საკრებულომ შესყიდვა დაამტკიცა, ხულოს გამგებლის განცხადებით ნაძვის ხის შესყიდვის საკითხი ჯერ კიდევ განხილვის საგანია. გარკვეული ეკონომიის ხარჯზე შესაბამისად მრავალჯერადი გამოყენების ნაძვის ხის შეძენა ხომ არ აჯობებს. ჯერჯერობით მცველებთ ამაზე. ხულოში ხელოვნური ნაძვის ხე 1997-98 წლებამდე იდგმებოდა.